უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით სპორტსმენს, რომელიც ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაშორეს, თავისუფლების სახელმწიფო ორდენი გადაეცემა. ვლადისლავ ჰერასკევიჩი, რომელმაც არ თქვა უარი უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებულ ომში დაღუპული სპორტსმენების ფოტოების ამსახველი ხსოვნის ჩაფხუტით ასპარეზობაზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოეთიშა შეჯიბრს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ვლადისლავ ჰერასკევიჩის წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ პატივს მიაგებს რუსული დარტყმების შედეგად დაღუპულ უკრაინელ ათლეტებს, არ არის დაკავშირებული არც ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებთან, არც სამართლიანობასთან და არც მშვიდობასთან. სპორტი არ უნდა არსებობდეს პატივისცემისა და ხსოვნის გარეშე. უკრაინელები შეჯიბრებებისთვის ომის პირობებში ემზადებიან. და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება, ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკაა, როდესაც რუსეთის დროშა ჯერ კიდევ წარმოდგენილია ოლიმპიადაზე. პოლიტიკაა, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეშინია სიმართლის და ამით თავად იწვევს ქაოსს. Боїться правди і через те сам провокує хаос. დისკვალიფიცირებული უკრაინელი სკელეტონისტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მას დიდი ხნის მთავარი სპორტული ოცნება დაუნგრიეს, თუმცა ამაყობს, რადგან მიეცა შესაძლებლობა ღირსეულად მიეგო პატივი დაღუპული უკრაინელი ათლეტებისთვის. Сьогодні ми заплатили ціну за нашу гідність. დღეს ჩვენ გადავიხადეთ ფასი ჩვენი ღირსებისთვის. არ ვთვლი, რომ რაიმე წესი დავარღვიე. მე ვიცავდი უკრაინის ინტერესებს, არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ სპორტსმენების ხსოვნასაც. მათ ეს დაიმსახურეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სხვაგვარად ფიქრობს. სრული უფლება გვქონდა ჩაფხუტით გაგვიგრძელებინა ასპარეზობა, ისევე როგორც სხვა სპორტსმენებს, რომლებიც მსგავსად ასპარეზობდნენ ბოლო დღეების განმავლობაში ამ ოლიმპიურ თამაშებზე. არ ამიხსნეს რუსული დროშის გამოყენების მიზეზი, რატომ არ იყო ამოქმედებული სანქციები და რატომ შეეძლო შეჯიბრში მონაწილეობის მიღება სხვას. დაღუპული თანაგუნდელის ხსოვნის შესახებ გზავნილით ჩვენ კი არა. თავიანთ წერილში მათ აღნიშნეს სიტყვები, სადაც მე საჯაროდ განმაცხადე, რომ ისინი ომის მსხვერპლი არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარკვევა უბრალოდ ჩაფხუტზე შეხედვით შეუძლებელია. ამ ჩაფხუტში ვერანაირ პოლიტიკურ ქვეშინაარს ვერ ვხედავ და ვთვლი, რომ მაქვს უფლება ვიასპარეზო. Ті аргументи, які вона наводила, те, що вони підтримують Україну, вони солідарні з Україною. ხსოვნის ჩაფხუტის დიზაინზე უკრაინელმა ხელოვანმა იმუშავა, რომელიც დაეხმარა ვლადისლავ ჰერასკევიჩს სისრულეში მოიყვანა თავისი ჩანაფიქრი. როგორც ამბობს, ასეთი კონცეფცია მისთვის უცხოა, რადგან მიჩვეულია ტოსკანურ პეიზაჟებსა და ნახატების შექმნას, რომლებიც იტალიის პატარა გალერეებში არის გამოფენილი. Позвонив до мене. გულწრფელი რომ ვიყო, როდესაც ეს ფოტოები მივიღე, ეს იყო ტკივილი. ტკივილი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ დავკარგეთ ოლიმპიური ჩემპიონები. მწვრთნელები, რომლებმაც ამ ჩემპიონების თავობა აღზარდეს. სიმართლის ბოლომდე დაცვა არის გმირობის უდიდესი აქტი. მას შეეძლო უარი ეთქვა სიტყვებით კარგით, სხვა ჩაფხუტს დავიფარებ და ვიბრძოლებ მედლისთვის, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. ვფიქრობ, როდესაც ომი შორს არის, ადამიანები მას ეგუებიან, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ. ჩვენ კი ვინც ყოველდღიურ ბრძოლაში ვართ, ვიბრძვით გადარჩენისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ფრონტის ხაზზე, ქალაქში, ბინაში, ველზე თუ სამსახურში, უკრაინაში ყველანი გადარჩენას ვცდილობთ. ციფრაცის განცდა მქონდა, რადგან რაც ყველაზე სამწუხაროა ის არის, რომ ადამიანებს არ უნდათ სიმართლის დანახვა. ოლიმპიური თამაშები ყოველთვის იყო მშვიდობის შესახებ. ოლიმპიური თამაშები ყოველთვის იყო ისეთი დრო, როდესაც ყველას საბრძოლო მოქმედება ჩერდებოდა, როდესაც სპორტსმენები გამოდიოდნენ არენაზე მედლებისთვის საბრძოლველად. დღეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ დავუკრათ ჰიმნები, ვიცაკოთ და ვიმღეროთ მაშინ, როდესაც აქ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ბომბების ქვეშ ვცხოვრობთ და ამას არავინ აქცევს ყურადღებას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება უკრაინის ბიატლონის ფედერაცია და აცხადებს, რომ დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება არა პოლიტიკური პროპაგანდა ან დემონსტრაცია, არამედ მორალური ჟესტია. უკრაინის სპორტის სამინისტროს თანახმად კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეპუტაციული ზიანი მიიყენა.